მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. ჩვენ დღეს ვიხილეთ პაპუაშვილის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა ევროკავშირის ელჩისადმი ევროპის დღესთან დაკავშირებით. დავიწყოთ იქიდან, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც სახელმწიფოში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ უნდა მიმართავდეს ელჩს, ამით თავის სტატუსს აკნინებს ერთგვარად, არამედ უნდა მიმართავდეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას და თუ ეს მილოცვას აქვს თავისი ფორმა, თავისი ადგილი და შესაბამისად ის არ უნდა იყოს სავსე იმ პროპაგანდისტული საყვედურებით, რაც ამ წერილშია, საკმაოდ ვრცელ წერილშია მოყვანილი. სამწუხაროდ ეს დოკუმენტი ჩვენ ვიხილეთ ამ დოკუმენტში ჩვენ ვიხილეთ ერთგვარი კომპილაცია მთელი იმ პროპაგანდისტული ნარატივის, რითაც ტვინს ურეცხავენ საქართველოს მოსახლეობას უკვე წლების განმავლობაშია, თითქოს ევროკავშირი ჩვენგან მოითხოვს ომში ჩართვას, თითქოს რაღაც ესე რომ ვთქვათ შიგა დაპირისპირებას იწვევს, რომ გვართმევენ თავარ ფასეულობებს, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას და ამ შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა, რომელიც მთლიანად მე ვიტყოდი სიცრუეზეა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების სურვილზეა აგებული. ეხა მე შემიძლია გითხრათ, რომ ის არგუმენტები, ხო, თუ ამას არგუმენტები შეიძლება ეწოდოს აბსოლუტურად არასერიოზულია, ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფელი და დამაკნინებელია. დავიწყოთ იქიდან, რომ პაპუაშვილი ევროკავშირს ეუბნება, რომ ჩვენ რო არ ყოფილიყავით, ხო, არ ყოფილიყავით საერთოდ არ იარსებებდა თურმე ევროპა, რა თქმა უნდა, საქართველოს მეორე მსოფლიო ომში ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო და ჩვენი დამსახურება ძალიან მაღალია, მაგრამ ეხა შენ თავზე აიღო ამდენი, რომ შენ რო არ ყოფილიყავი, არც არაფერი არ იქნებოდა და იქიდან ამის პასუხად რაღაც ესე რომ ვთქვათ მტრულ დამოკიდებულებას ვიღებთ, ხო? ნუ ეს არის ესე რომ ვთქვათ ძალიან რბილად რო ვთქვათ გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე. მე ვფიქრობ, რომ ეს პასაჟი აქ ჩასმული იყო თითქოს იმის ანალოგიური, რაც ტრამპმა უთხრა ცოტა ხნის წინ, ესე რომ ვთქვათ, ევროპას, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ რო არა თქვენ დღეს საერთოდ გერმანულად ისაუბრებდითო, ანუ როგორც ჩანს ამის რაღაც გარკვეული ინტერპრეტაცია მოიძებნა, თუმცა ჩვენ უნდა გახსოვდეს, რომ ბრიტანეთის მეფისგან მათ ამ ტრამპმა საკმაოდ ესე რომ ვთქვათ საკადრისი პასუხი მიიღო ამ ყველაფერზე, უთხრა რა, რომ ჩვენ რო არა თქვენ საერთოდ დღეს ფრანგულად ისაუბრებდითო, ხო? ასე რომ ესეთი ტიპის მე ვიტყოდი ესე სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი მანიპულაციური ტექსტები, ხო, ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს პირველი პირების მხრიდან, მაშინ როდესაც კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანების და დაჩქარებასთან დაკავშირებით, ხო? გარდა ამისა, რაც შეეხება ტრადიციების თითქოს ტრადიციების წართმევას, რაღაც ქრისტიანული ღირებულებების ესე რომ ვთქვათ გაუქმებას და ასე შემდეგ, ხო? ესეც ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არის მტკნარი ტყუილი, ამას არავინ არ ითხოვს საქართველოსგან, პირობები ჩვენ ვიცით, ხო, ჩამონათვალი თუ რა პირობები მოეთხოვება საქართველოს იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, ამ მიმართულებით იაროს, იმ პირობებში არც ერთი ის მუხლი, რაზეც მუდმივად აპელირებს საქართველოს ხელისუფლება არ არის, ხო, იქ არც ქრისტიანულ ღირებულებებზე უარის თქმაზეა საუბარი, ან რაიმე სხვა ტრადიციაზე, პირიქით მე ვფიქრობ, ევროპაში ბევრად უფრო მეტად სცემენ ქართულ იმ ღირებულებებს, რაც მუდმივად აპელირებს ჩვენი ხელისუფლება, პატივს ამას, ვიდრე საკუთრივ ჩვენი ხელისუფლების ძალიან ბევრი წარმომადგენელი.
მარტივად რო გითხრათ, აი ესეც საერთოდ ვიღაცა შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, საერთოდ რატო ითხოვს ევროკავშირი რამეს, ხო? და აი ესეთი განწყობა ექნებოდეს. მე ძალიან მარტივად საყოფაცხოვრებელ ენაზე აგიხსნით იმას, რომ ნებისმიერ ოჯახს, ნებისმიერ სოციუმს აქვს თავისი თამაშის წესები, ხო? თავისი თანაცხოვრების წესები და ბუნებრივია, როდესაც იმ სოციუმში გინდა რომ შეხვიდე, მაშინ განიცადო ინტეგრაცია, ეს მოთხოვნები არსებობს, ხო? აი მაგალითად თქვენ რო გინდათ ვიღაც ოჯახში ცხოვრება, თუ იმ ოჯახში სიგარეტს არ ეწევიან, თქვენ ან შეასრულებთ ამ პირობას, რომ სიგარეტს არ მოწევთ, ან უბრალოდ არ მიგიღებთ ეს ოჯახი, ხო? აი ამაზეა დღეს საუბარი და არა იმ პროპაგანდისტულ ტყუილზე, ტრადიციებთან, ან ქრისტიანობასთან, ან რაღაც ომის და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე. ასე რომ სამწუხაროდ პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი რეკორდი მოხსნა, შეიძლება ითქვას ამ დოკუმენტით, წარმოადგინა რა მთელი ის პროპაგანდისტული ხაზი, რაც თავის დროზე ინსტრუქციების თუ შპარგალკების სახით ძალიან კარგად არის მოსკოვიდან, ესე რომ ვთქვათ, გზავნილით ჩამოსული საქართველოში. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.